ქუთაისის საკრებულოში 2024 წელს ბესიკ ადამიანის მიერ წარდგენილი ინიციატივა ბალახვნის ცენტრში მემორიალური ხმლის მონუმენტის დადგმის შესახებ განხორციელდა. საუკეთესო ესკიზური კონცეფციის შესარჩევი კონკურსი უკვე გამოცხადებულია. ჩემი იდეა, რომელიც გავიდა საკრებულოს ხომაზე და მოწოდება დაიმსახურა, თაშესხული შეიქმნა ქუთაისის დღევანდელი მერის მოვალეობის შესრულების ბატონ დავით ერმეშვილის მიერ და გამოცხადა კონკურსი. იმედია ამ კონკურსში ღირსეული გაიმარჯვებს და მართლაც ძალიან საინტერესო მონუმენტი დაიდგება ხმლის ხანდაკება ბალახვნის ცენტრში. მე გმადებ წამს, რომ ეს მონუმენტი, რომელიც თემატურად ჯდება ამ კონტექსტში, აკახავ დავით აღმაშენებლის ხანდაკებას, რომელსაც გადმოყურებს წამუბანს, მე თვლი რომ ეს ხანდაკება, ეს არის მიმართული იმისას, რომ ჩვენ მომავალი თაობები აღიზარდოს ღირსეულად, რომელიც ამ ხმალმა, მისმა ღირსებამ, მისმა თავდადებამ, ერთგულებამ ქართველთა ხელში მოიყოლა საქართველოს დღემდე. მოდით იმ ქართველს გავუმარჯოს, რომელიც თვალშუქით განათებული ბაგრატის ტაძარს თვალს შეავლებს და ქუთაისის ჩაფიქრებულ კეთილსურვილებს საქმედ რომ აქცევს. მარჯვენა თეთრები დავინახე, თეთრი ცხერო ფეხი შევდგე, გავიხარე ქუთაისო, ქუთათუთა სიამაყე, სადაც ფეხი გადამიდგავს, მუდამ შენიდი იამაყე. მოდი ქართველებო ვიამაყეთ. ერთმანეთის კეთილდღეობით წარმატებით ვიამაყოთ და გავახაროთ ჩვენი მშობლიური საქართველო.